ეს ნიშნავს საკუთარი ხალხის უყურადღებობას და ადამიანის არ დაუფასებლობას, როგორ შევაფასო არ ვიცი, მათი გადმოსახედიდან. კარგი, თქვა დასვენების დღეა, მოვედით და პირად დღეა გავითვალეთ, მაგრამ როდესაც სამუშაო დღეები აქვს, საათები აქვს, ჩვენ მივდივართ იქა, შეხვედრას დაანონსებს შეხვედრას არ შეხვდება, მიდიხარ, გადის მეორე კარები და საერთოდ მოქალაქეებთან კომუნიკაცია არ აქვს და ჩვენ ასეთი ხელისუფლების მოიმედე როგორ დავთ. თქვენ არავინ ხვდებათ ბათუმის მერიაში, მათ შორის არც ბათუმის მერი. არც მერი ხდება უშუალოდ თუ ქუჩაში დახტები და შეხვდები ეს გამოსავალი მეტი არ არის. ვიღაც მარტოხელა დედა, შუშუმპირის დედა და ხო წლებია ითხოვთ ყურადღებას, მაგრამ ამ დრომდე არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგა სოციალისტ მთავრობას. მე მას ვითხოვდი, რომ წინა ხელისუფლებას ის სანამ ახალი მერი მოვიდო და განაცხადი შევიდო და მიდიოდა წლიდან წელი მოდიოდა, ხოლო პასუხი იყო ერთი, არ არსებობს ითხოვდა ახალი მერი თითქოს დაინტერესა უსაკაროებისგან გამომდინარე, მაგრამ როდესაც თამაზაშვილი და ბატონ სოხა თამაზაშვილთან მინდოდა უშუალო შეხვედრა, ნაძვის ხესთან გამოგვაძრება სრული ასეთი მნიშვნელობა. მე ზრუნა უსახკაროებზე, ჩემი პრიორიტეტიაო და ესეთი პასუხი ჰქონდა ხო დაახლოებით და უკან მისი მეუღლე იდგა და როგორც სინიკოსად იცინოდა ეს ინტერნეტის იყო დაფიქსირებული. საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები მოწყვა კატეგორიებს დასინენ ეს იმიტომ რომ ხელისუფლებას მხარს უჭერენ. ხვალ ეს ხელისუფლება როდესაც ძირში დაეცემა, მაშინ გათელავენ გადაუვლიან როგორც წინა ხელისუფლებას გაუკეთეს. ეს ელის მას რაზე ხა ორიენტირებული ოცნების მთავრობა თქვენი აზრით? რაზე ზრუნავს? საკუთარი ჯიბეების, აი ელემენტარულად რომ გავთვალოთ ხელფასები, რომელიც 29,000-მდე ამიდან 29,000 ლარისას რასაკეთებენ, სახელმწიფოს იცავენ, მოქალაქეების ინტერესებს იცავენ. ქარხნები ამუშავებული რა არის, კერძო საკუთრება ბიზნესი, სადაც ხელს ითმობენ, ერთმანეთს ხელს ატმობენ, დანარჩენი მათი მოქალაქეების ზრუნვა არის ნული სტოლპასი. თქვათ ასე გროშები რომ გადმოგიგდონ, იგი დაგამადლიან. 2008 წელს აქ ამ პროგრამა, რომ უსახკაროებს შემოხვდებით, თუ ჩვენ მათი მხარდამჭერი ვიქნებით. ესა მათი გაგრძელა ჩემი სწორი ხედვა მათ მიმართ. ანუ რეალურად ამით ახდენს ის გავლენას საომრჩეველზე და წინასაარჩევნოდ იყენებს. წინასაარჩევნოდ სრულ დაპირებების შემოიფარგლებიან მხოლოდ მაშინ ახსენდება ჩვენი